ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ 1 წელია, რაც შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელმაც ერთ-ერთ მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს მოზარდების ინტელექტუალებად ჩამოყალიბებას. ამისათვის აღნიშნულ კლუბთან შეიქმნა საკვირაო სკოლა, ხელმძღვანელები რამინ გოგოხია და ანზორ კვარაცხელია, სადაც რაიონის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ისწავლება ხელოვნების ისტორიის კურსი. ამ პროგრამის მიხედვით ბავშვები სწავლობენ პირველყოფილ ეგვიპტის, ანტიკური საბერძნეთის, ანტიკური რომის, შუა საუკუნეების, მათ შორის ბიზანტიის, აღორძინების ხანის, მე-19 საუკუნის, მათ შორის იმპრესიონიზმის და თანამედროვე ხელოვნების ისტორიას. პარალელურად ისწავლება ქართველი მხატვრები, ფიროსმანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, გაბაშვილი, ქობულაძე და სხვები. პარალელურად ხდება აგრეთვე სერიოზული, ეგრეთ წოდებული ძნელი ფილმების კოლექტიური ნახვა და გარჩევა. გასულ სასწავლო წელს ნაჩვენები იქნა შემდეგი ფილმები: გარდაცვლილ პოეტთა საკრებულო, ამადეუსი, მამაცი გული. თითქმის ყოველ მეცადინეობაზე დარბაზში ეწყობოდა მცირე ვერნისაჟები, სადაც გამოფენილი იყო ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ორიგინალები, 7-8 ნახატი. ბავშვები სწავლობდნენ ამ ნახატების წაკითხვას, ანუ იმის გაგებას, თუ რისი თქმა უნდა მხატვარს. ყოველი მეცადინეობა, რომელიც ზუსტად 2 ასტრონომიული საათი გრძელდებოდა, იწყებოდა და მთავრდებოდა კლასიკური მუსიკის რომელიმე ნაწარმოებით. გასულ სასწავლო წელს საკვირაო სკოლაში მოусმინეს და ისაუბრეს რაველის ბოლეროზე, მოცარტის მე-40 სიმფონიაზე, ღამის პატარა სერენადაზე და კონცერტებზე ფლეიტისა და არფისათვის, ბეთჰოვენის მე-5 და მე-9 სიმფონიებზე, შტრაუსის ნაწარმოებებზე. მეცადინეობის დაწყების წინ, როცა მსმენელები მცირე ვერნისაჟს ათვალიერებდნენ, დარბაზში ჟღერდა ენრიკო კარუზოსა და ლუჩანო პავაროტის ღვთაებრივი ხმები. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ბავშვებს ესწავლათ ჭეშმარიტი და იაფფასიანი ხელოვნების ერთმანეთისაგან გარჩევა. სკოლის მესვეურები თითოეულ მეცადინეობას შემოქმედებითად უდგებოდნენ. ყოველ მეცადინეობაზე გარკვეულ სიახლეს თავაზობდნენ მსმენელებს, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული დღეებიც ჰქონდა ამ სკოლას, სადაც დაუვიწყარი ლექცია-კონცერტი ჩაატარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალთან არსებულმა კამერულმა ანსამბლმა, რომელსაც თან ახლდა ქუთაისის ოპერის წამყვანი სოლისტი ბატონი რამაზ კუბლაშვილი. კამერული ანსამბლის შემადგენლობაში კი იყვნენ კონსერვატორიის პედაგოგები გიული მოწონელიძე, ფორტეპიანო, ია გიგაური, ვიოლინო, ავთანდილ ჯიმშელეიშვილი, ვიოლონჩელო. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ჯვარის სამუსიკო სკოლის პედაგოგმა ემზარ თავაძემ, ვიოლინო და წალენჯიხის ხელოვნების სკოლის პედაგოგმა თამრიკო აფხაზავამ, ფორტეპიანო. საგანგებოდ გვინდა ხაზი გაუსვათ იმ გარემოებას, რომ ლექცია-კონცერტის სპონსორი იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია ინტერ აუდიტის გენერალური დირექტორი ბატონი ოთარ ხარჩილავა.